მოგესალმებით. მინდა გამოვიხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონ პროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონ პროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონ პროექტის წინააღმდეგ. არც ერთი არავითარი არგუმენტი კანონ პროექტის წინააღმდეგ. სინამდვილეში კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს, ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი მოგეხსენებათ ითვალისწინებს ერთადერთ რამეს. ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამდარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის, როგორც მოგეხსენებათ, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები. შარშან გახსოვთ, იტყუებოდნენ და წელსაც იტყუებოდნენ, რომ თითქოს ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე, თითქოს სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვებას დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში ჩვენ ამოვიღეთ 7 ორგანიზაციის მონაცემები, 7 მათ შორის ყველაზე მდიდარი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არ გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი უბრალოდ სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროებას, ამ თანხების 0% არის ბუნებრივია საჯარო. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას ძალიან მარტივი კითხვა. როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? არის მარტივი კითხვა. ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული? ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. თუ ხარ კეთილსინდისიერი, იღებ ფულს, ხარჯავ ფულს, რატომ არ გინდა ხალხისთვის ამის ჩვენება? უბრალოდ პასუხი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონპროექტი მიმართული, ზოგადად გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთსგან მტრებს და მეგობრებს. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე მტერზეც და მეგობარზეც, ბუნებრივია, მათ შორის კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც. ის, რომ საქართველოს მთავრობა მაგალითად არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს ანიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ, ხო? გამჭვირვალობა არის სწორედ რომ პირველ რიგში მეგობრების პასუხისმგებლობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა არის პირველ რიგში სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში, მე მინდა შეგახსენოთ 2012 წლიდან 2012-13 წლებში, მაშინ სტარდებოდა მოგეხსენებათ ეროვნული არჩევნები. მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20%-ს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ ალტინფო, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები. ერთადერთი ორგანიზაცია პრორუსული, რომელიც აქტიურობდა, მასაც აქვს ეგზისტენციური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს ჩვენ რეალურად მივახციეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კანონი, უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ბუნებრივია ჩვენ დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები არაერთი სხვა მიმართულებითაც და შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას გულისხმობ ამაში, ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ შეგნებულად ობიექტურ მიზეზთა გამო,
გამჭირვალობის შესახებ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან. რაც შეეხება დასავლეთს, ხო, ამაზე იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ განვიხილავთ მტრად დასავლეთს. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ გამჭვირვალობა არ არის ასე ვთქვათ, მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში მეგობარი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ ღიად საუბრობდით თავიდანვე გარკვეულ მანკიერ გამოვლენებებზე, რაც გვაწუხებდა. და ამაზე ღიად უზიარებდით ჩვენს პარტნიორებს, შეხედულებებს და ამის საფუძველზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად შეხვედრებზე თხოვდით ჩვენს პარტნიორებს, რომ მათი საქმიანობა გამხდარიყო გამჭვირვალე. იყო პირვანდელი დაპირებები, თუმცა სამწუხაროდ ამ პირვანდელი დაპირებების მიუხედავად მაინც არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ეს მანკიერებები, რაც ჩვენ გვაწუხებდა და დღესაც გვაწუხებს, ხომ? ანუ საუბარია NGO-ების საქმიანობაზე. პირველ რიგში ღიად რო ვისაუბროთ, 2020 და 2022 წლებში NGO-ებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა. ყველას გახსოვთ ეს პროცესები, რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორ გაყალბდა ეგრეთ წოდებული პივიტი, პარალელური ხმის დათვლის შედეგები, როგორ დაჭირდათ 5 კვირა ამის აღიარებისთვის, ასევე როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ეგრეთ წოდებულ ზედმეტობებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს CESCOM დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ამ ყველაფრის საფუძველზე მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში. ეს არის მათი დასკვნიდან ციტატა. ამას შექმნა საბაბი ოპოზიციისთვის, რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საბოლოო ჯამში სწორედ ამ NGO-ების ყალბმა დასკვნა მოამზადა საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ეგრეთ წოდებულ 53%-იან ბარიერს და ყველას კარგად გვესმის, ჩვენ რომ ვერ აგვეღო 53% მუნიციპალურ არჩევნებში, ამ შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგარეში არჩევნები. რაც იყო მთელი ამ პროცესის მიზანი, შესაბამისად, მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ ვერ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა. რაც შეეხება მეორე მცდელობას, თქვენ გახსოვთ, როგორ განვითარდა პროცესები 2022 წლის ივნისში. მაშინ ეს NGO-ები, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა რევოლუციურ პროცესში, პირდაპირ შესვლა პოლიტიკაში, რაც წესით NGO-მა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი წავიდნენ თვით ილუსტრაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდათ წარმატების იმედი, ანუ ვაბანკზე წავიდნენ ისინი და ამ ფორმით ჩაერთვნენ რევოლუციურ პროცესებში. აქ მინდა მკაფიო თქვა ერთი რამ. მაშინ რომ მე მოქმედა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მე მგონია, რომ NGO-ები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა მაშინ სამწუხაროდ არ მოქმედებდა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, შესაბამისად ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. ანუ პირველი რაც გვაწუხებდა, ეს იყო რევოლუციის მცდელობები. მეორე, NGO-ები თქვენ იცით აქტიურად ცდილობენ თავს დაეცხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შეალახონ მისი რეპუტაცია. ამას ვხედავთ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში. მე ახაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ NGO-ებს საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ ისინი დონორ ორგანიზაციებს. როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული NGO წლების მანძილზე თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნა საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით. აქაც სამწუხაროდ არ იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, შესაბამისად NGO-ები თავხედურად, კონკრეტული NGO-ები, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად NGO-ები ღიად უჭერენ მხარს, კონკრეტული NGO-ები აქაც ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად. ანუ პოლიტიკური ინტერვენცია რელიგიური სარჩულით, ალბათ ხვდებით დაახლოებით რაზე მაქვს საუბარი და ასევე მათ შორის ისინი ხარს უჭერდნენ კონკრეტული NGO-ები ისეთ აქტივობებსაც კი, რომლებიც მიმართული იყო
რელიგიური ექსტრემიზმის სახალისებისკენ საქართველოში. არ მინდა დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის რეგულარულად, სისტემურად ერთ-ერთი დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია. აბსოლუტურად გაუგებარია. მე ახაც გონია, რომ ემოქმედა ამ წლების განმავლობაში საქართველოში კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ეს ორგანიზაციების კონკრეტული ერთი NGO განსაკუთრებით გამორჩეული ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფო სუვერენიტეტის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს არ ჩააგდებდა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. შემდეგი საკითხი. NGO-ების სამწუხაროდ არიან ღიად ჩართული LGBT პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში რა თქმა უნდა ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული და აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის პირდაპირ უხეში LGBT პროპაგანდა, რაშიც არიან ჩართული კონკრეტული NGO-ები. აქაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, აქაც NGO-ებს გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთ უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ საკუთარი დონორების რეპუტაციას და მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ, შეიძლება მათი ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს. შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, ამაზეც ღიად გაუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს. კონკრეტული NGO-ები იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი, მაგალითად ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს. კონკრეტული NGO-ები იყვნენ აქაც ჩართული. აქაც მე მგონია, რომ ყოფილიყო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, NGO-ებს ძალიან გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს. შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, რაზეც ასევე ღიად გაუზიარეთ ჩვენი შეფოთვა, ჩვენს პარტნიორებს, თუმცა რეაგირება ამ ყველაფერზე არ იყო არავითარი, მათ შორის გამჭვირვალობის კუთხით. შემდეგი საკითხი. სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემური მცდელობა. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყვნენ სასამართლო და პოლიცია. ამ ხალხს თითქოს არ უყვარს, არ მოწონს სტიგმატიზაცია. თქვენ გახსოვთ, როგორი უხეში საბჭოური მეთოდებით ცდილობდნენ ისინი ამ ინსტიტუტების სტიგმატიზაციას, განსაკუთრებით სასამართლოს სტიგმატიზაციას, პოლიციის დისკრედიტაციაზე მუშაობდნენ მუდმივად. მათ კარგად იციან ძალიან, რომ თუ გინდა სახელმწიფო ჩამოშალო, პირველ რიგში სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა შეარყიო. აქედან გამომდინარე, ეს NGO-ები თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობდნენ სტიგმატიზაციას, რეპუტაციის შელახვას. აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამჭვირვალე რო ყოფილიყო დაფინანსება და მასში რო ემოქმედა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მე მგონია, რომ NGO-ები ასე ღიად სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ და არც დონორებს შეაყენებდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ასევე 2022 წელს ამაზე განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო, NGO-ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას. ისინი ითხოვდნენ ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას, მინიმუმ პირველივე წელს გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ვარდნა. ეკონომიკის, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა, COVID-ის დროს ჩვენ გვქონდა -6.9%. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რაც გამოიწვევდა პირველივე წელს მინიმუმ 10%-ით ეკონომიკის შემცირება. ეკონომიკური კოლაფსი, ეს იყო მათი მიზანი. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ეს იყო უკრაინაში მთავრობის თანხმობით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მე შეგახსენებთ, რომ კონკრეტული NGO-ები, შესაბამის პარტიებთან ერთად ითხოვდნენ ამ ყველაფერს. ასევე კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ მათი ერთ-ერთი ლიდერის ცნობილი ფრაზა. ციტირებ სიტყვა სიტყვით. რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შეასრულების ფანჯარა გამოვიყენოთ. ეხლა ეს კონკრეტული ლიდერი, NGO-ს ლიდერი, თავხედურად გვესაუბრება ჩვენ რუსულ ინტერესებზე. ზუსტად ამ ადამიანებმა შემოიყვანეს 2008 წელს რუსული ტანკები საქართველოში და იგივე მიზანს ემსახურებოდა მათი ეს განცხადებებიც 2022 წლის თებერვალ-მარტში და მოგვიანებით. მე ასე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ NGO-ებს არასოდეს დაუგმიათ მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით.
ხონდა დაეგმო თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში, არც ერთხელ არ დაუგმიათ არც ერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტად საქართველოს ქცევისკენ. მე დარწმუნებული ვარ მაშინ, რომ მემოქმედა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და აქაც არ ჩააგდებდნენ უხერხულ მდგომარეობაში საკუთარ დონორებს და ბოლოს NGO-ები არიან რადიკალიზმის და ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამას ხო ყველა ვხედავთ. თქვენ იცით როგორია მათი განცხადებები, ელემენტარულად რომ გადახედოთ მათ Facebook გვერდებს, ყველაზე მდიდარი NGO-ების ლიდერების Facebook გვერდებს, თქვენ ნახავთ დარწმუნდებით, რომ ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოში. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ერთი მხრივ ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ ითხოვდე პოლარიზაციას. ეს კითხვა ჩვენ მაგალითად დავუსვით პირდაპირ შესაბამის დიპლომატს, რომელიც დაკავშირებული არის ერთ-ერთ ფონდთან, ეს არის ცნობილი EED, ევროპის დემოკრატიის ფონდი ქვია თორსები, ქართული თარგმანი ასეთია. პირდაპირ ხდებოდა პოლარიზაციის დაფინანსება და EED-ის თანხები არის თლიანად გამჭვირვალე. ნული გამჭვირვალობა EED-ის ნაწილში. რა თქმა უნდა, ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ, თავიდან დაგვბერძდნენ, რომ გამჭვირვალე შეიძლება და გამხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა გამჭვირვალობა დღემდე არ არის უზრუნველყოფილი. მე მგონია, რომ მემოქმედა ამ წლების განმავლობაში გამჭვირვალობის შესახებ კანონს დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღია დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის სახალისება ჩვენს ქვეყანაში. რაც თავარია, NGO-ებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა. დღეს საქართველო იქნებოდა პასუხს ვაგებ უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. რაც ნიშნავს, რომ უკან მოგრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით. NGO-ებს, კონკრეტულ NGO-ებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ, რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში უკან მოგრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი ცდილობები აღმოჩნდა წარუმატებელი. კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას, ანუ საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცებას და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად აგვაახლოვებს ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არც ერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არც ერთი არგუმენტი. ვიმეორებ, არც ერთი არგუმენტი. თქვენ ნახეთ ეს განცხადებები. მაგალითად, სტოლტენბერგის განცხადება, შოლცის განცხადება, დღეს გავრცელდა კიდევ განცხადებები კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს, არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი. ნული არგუმენტი. შეგვიძლია ერთად გავარჩიოთ ტექსტები, ყველგან არის აბსოლუტურად ნული არგუმენტი. გეუბნებიან, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ, ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შესაბამისი განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ კიდევ ერთხელ თავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ღია დისკუსია კანონპროექტის შესახებ არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ღია დისკუსია ყველასთან. იქნება ეს დიპლომატი, უცხოელი პოლიტიკოსი, თუ ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართული პოლიტიკოსები დისკუსიას. საქართველოს პარლამენტში სათქმელი არ ქონდათ არაფერი. რაც შეეხება უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ თავაზობ დისკუსიას, ღია დისკუსიას, თუ სურთ მაგალითად ელჩებს
იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ანუ მხოლოდ პოლიტიკოსებს, ყველა მკეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ამიტომ ჩვენი წინადადება, პირადად ჩემი წინადადება ამ კუთხით რჩება ძალაში. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ქართული ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება. შესაბამისად, ვერავის მივცევთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგცეს. ამას ვამბობ ხაზგასმით, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა 80-იან წლებში და ღირსებისა და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, მით უმეტეს დღესაც, როცა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ. 35 წლის წინ ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ეთხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არ გამტკიცების ლოზუნგით. არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რა შეხარჯავს ფულს. ანუ საზოგადოება წარმოიდგინეთ, რამხელა პარადოქსია, საზოგადოება გამოყავთ საზოგადოების ნაწილი რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ არ გვინდა ჩვენ გქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რა შეხარჯავს ფულს. არ მინდა, თვალ მინდა დავხუჭო, არ მინდა ეს ინფორმაცია. წარმოიდგინეთ, რა დონის პარადოქსი და აბსურდია ეს ყველაფერი. ხო, ერთადერთი რამე, რასაც ითვალისწინებს კანონი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე. და საზოგადოების ნაწილი გამოყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ არ მინდა მე ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა სუვერენიტეტი იყოს მყარი. მე მინდა რომ ვიღაცამ კიდევ ერთხელ ცადოს რევოლუციის მოწყობა, საკუთარი გაუმჯრვალე და ფინანსებით. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. ჩვენც გასაგებია, რომ არავის უხარია ფულის გამჯრვალედ ხარჯვა. თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ყველაფერი უცხოური ტრის თუ მეგობრის გავლენის შესახებ ჩვენს ქვეყანაში. რათა არასდროს დაუშვას შეცდომა და ზუსტად განსაზღვროს საქართველოს ეროვნული ინტერესი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე. ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. ზუსტად იგივე ადამიანები შეგვიძლია ამოვიღოთ Facebook-ის სკრინები, რას აკეთებდნენ მაშინ, რას ამბობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებდნენ ახლა. ხო, თქვენ გახსოვთ, თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირდაპირ მოღალატეებად შერაცხეს ეს ორი ჩვენი საამაყო სპორტსმენი. იგივე ადამიანები ზუსტად მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ახლა ამ ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ სპორტსმენებზე და სხვა სპორტსმენებზე მათთან ერთად. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ყველა ერთად ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებს. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები, ნიკა გვარამია, გიორგი ვარშაძე, ადეშვილის ცნობილი მოადგილე, სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ გუშინ აქციაზე. ასევე მე შეგახსენებთ, გუშინ აქციაზე უტიფრობის საზღვარი სხვა არსებობს. გუშინ აქციაზე ვიხილეთ ჩოთა უტიაშვილი, რომელსაც შეგახსენებთ რა გააკეთა 2011 წელს. მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგე მან განათავსა, მომიტინგის ცხედარი განათავსა ჯიხურებზე. და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ცხედარი განათავსეს უტიაშვილის პირდაპირ მითითებით, ეს მისი იდეა იყო, ჯიხურების სახურავებზე იმიტაცია გააკეთეს, ასე თქვათ, უბედური შემთხვევის
და ეს სამარცხვინო შოთა უტიაშვილი მის ცოლთან ერთად, რომელიც მაშინ აპრავებდა, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი მედიიდან, კრიტიკული მედიიდან, ამ დანაშაულს გუშინ იდგა ამ აქციაზე. ეს არის უტიფრობის, უსაზღვრობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი, ანუ ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ აქციის და ფრანკლინის კლუბის ახლა სხვა რაღაც ქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე. გუშინელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმწიფოს კარგად გაცვეთილი რიტუალები. აკერმანის შეგირდებმა ასეთი ტრიუკები თავის დროზე მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც სხვათა შორის იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი. თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია იმისთვის, რომ ასეთმა იაფასიანმა რიტუალებმა, ტრიუკებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს. მე მინდა გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ წარმოებულ ფსევდოევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით. უბრალოდ ღიმილის მონგრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბასა ნიგიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი ასეთი ადამიანები გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას. უბრალოდ სამარცხვინოა ხაბეიშვილი, სანიკიძე, გუბასა ნიგიძე, მე მასწავლიან ევროპულობას და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას. ეს ხო ღიმილის მონგრელია, ხო სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ეს ეგრეთ წოდებული ევროპული კამპანია. გუბას, სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღიმილის მონგრელი. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მედია საშუალებას, თავისუფალ მედია საშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეშლის და უმძიმეს შეურაცხყოფის მიუხედავად უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს. ძალიან სამწუხაროა, ამას ვიტყვი ხაზგასმით, რომ ჟურნალისტების უმძიმეს შეურაცხყოფა ჯერჯერობით არც ერთ დიპლომატს, არც ერთ NGO-ს, კოლეგებზე არ მინდა ლაპარაკი, თქვენი საქმეა, ჯერჯერობით არც ერთ დიპლომატს და არც ერთ NGO-ს არ დაუგმია. უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ბოლოს მინდა ორი სიტყვა თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედების შესახებ. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი, ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის შეხედარში ხურის თავზე მიაგნებდით. რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა, ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მე მინდა მადლობა გადაუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს პოლიციელებს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას და რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, იყო რამდენიმე ინციდენტი, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც მე ვიტყოდი უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. რამდენიმე შემთხვევაშიც უბრალოდ გაუსაძლესი იყო ის აგრესია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებზე ძალადობის საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, გუშინ მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციას და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა, დროულად გაეწია სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მინდა რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო. ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მოქალაქე, თითოეული გულწრფელი მომიტინგე. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წავგითხავ განონს მეორედ აპროტესტებს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში რადიკალებმა ბევრად ნაკლები ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეს, რომელიც ფრანკლინის კლუბში, ეგრეთ წოდებულ მომავლის აკადემიაში თუ სირცხვილიაში აკერმანის სახელმწიფოებით შეცდომაში შეყავთ და სახელმწიფოს უპირისპირებენ. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამღები კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით კაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით, არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით ეს ადამიანები კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისთვის და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას
ვერაფერი დაუდგება წინ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება, ჯერ არა მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ წინ ღირსებით ევროპისკენ. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, თქვენ ისაუბრეთ რუსთავის ხანზე მიმდინარე პროცესზე. მესამე დღეა ჩვენ თვალს ვადევნებთ პარლამენტში განხილვას კანონპროექტის განმარტებებს, პარალელურად ვხედავთ პროტესტს. როგორია თქვენი, როგორც პრემიერის პოზიცია პერსპექტივასთან დაკავშირებით ამ პროცესის და ასევე მინდა გითხოთ დევი ჭანკოტაძის განცხადება მოვისმინეთ გუშინ საკანონმდებლო ორგანოდან მოწოდებები და ასევე გვესმოდა რომ ბრძოლა გაგრძელდება ვისაკებლებ შემთხვევით და მესამე კითხვას გავაერთიანებ ევროპარლამენტიდან რევოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მადლობთ. რაც შეეხება პროცესების გაგრძელებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფო სუვერენიტეტი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება. ბუნებრივია პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი, თქვენ გახსოვთ ჩარშან ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება. მაგრამ წელს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის აუცილებელი ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, სწორედ იმისათვის პირველ რიგში, რომ ჩვენ არ დაუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, არ დაუშვათ იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც ვიხილეთ 2022 წლებში. საბოლოო ჯამში ეს კანონი დააზღვევს როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტს, ასევე დონორებსაც. და როცა არის დაფინანსება გაუმჭვირვალე, ძალიან დიდია ცდუნება NGO-ებში, რომ მათ არასდროს არ მართონ საკუთარი საქმიანობა. საბოლოო ჯამში უხერხულობას უქმნის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დონორებს. თუმცა ეს კანონი დააზღვევს დონორებს, ჩვენ გვესმის, რომ არ უხარიათ მათ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობა საკუთარი ფინანსების. მაგრამ ეს მათთვისაც აუცილებელია. არა მარტო სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის არის აუცილებელი, არამედ მათთვისაც არის აუცილებელი, რომ მათი ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოიკლებს ცდუნება იმისა, რომ დონორებმა დააფინანსონ არასწორი ქმედებები და თვითონ ორგანიზაციებმაც მათი დაფინანსებით განახორციელონ არასწორი ქმედებები, მაგალითად წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, სადონ კიდევ ერთხელ მესამედ უკვე ამ რამდენიმე წელიწადში რევოლუციის მოწყობა და ასე შემდეგ სადონ უკრაინიზაცია ჩვენი ქვეყნის გამჭვირვალობა არის ყველაფრის პრევენციის საუკეთესო საშუალება და ეს არის ასევე ძალიან კარგი შესაბამისი დონორებისთვის. რაც შეეხება ჭანკოტაძის განცხადებას, მე არ მომისმენია თუ შეგიძლიათ მითხრათ რაზეა საუბარი. განაცხადა, რომ რაში გჭირდებათ ეს გამარჯვება ერთი ადამიანის ცხედარიც, რომ ამ შემთხვევაში ასეთ გამარჯვება ეს ყველაფერი მათ ხელწერას აჩვენებს. სინამდვილეში მე ძალიან მკაცრად მინდა გავაფრთხილო ყველა. თავი შეიგავონ პროვოკაციებისგან, ჩვენ ვიცით ზოგადად ნაცმოძრაობის ხელწერა. ისინი არიან ყველაფრის კადრებლები. ყველაფერი უკადრიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლება დაეკადრა და თქვენ იცით, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც დღეს გამოდიან და მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ფუთავდნენ ბოლომდე ამ ასე ვთქვათ ქმედებებს, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებდა პატიმრების წამების ჩათვლით, კვლელობის ჩათვლით და შემდეგ. თქვენ აბა გაიხსენეთ 26 მაისს მართლა როცა უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, აბა ნახეთ, რამდენად კაცრი იყო ამ NGO-ების განცხადებები. ხო, მაშინ იყვნენ ისინი ეგრეთ წოდებული გონგოები, ხო, ანუ სამთავრობო NGO-ები. ნუ დღეს სხვა პოლიტიკური დღესასრიგი აქვთ, ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს პროცესს და პირველ რიგში ამ NGO-ებს გააჯანსაღებს. თუ მათ საქმიანობა აქამდე არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელშეუწყობს ამ ორგანიზაციების საქმიანობის გაჯანსაღებას. რაც შეეხება დევიდ ჭანკოტაძეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სახე და მან უბრალოდ წამოწდა ის ასე ვთქვათ ყველაფერი, რაზეც ეს პოლიტიკური ძალა შეიძლება ფიქრობდეს. შესაბამისად, უმკაცრესად კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ყველა, არ გაბედონ არავითარი პროვოკაციის მოწყობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ იყენებენ
ადამიანებს საკუთარ შიშველ იარაღად საკუთარი პოლიტიკური, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მით უმეტეს რომ არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს თქვენ იცით რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და ბუნებრივია 10% ჩამოსცნელი ნაცმოძრაობა მთელი თავისი კოლექტიური სატელიტებით ვერავითარი პროვოკაციის, მასშტაბური პროვოკაციის მომწყობი ვერ არის. სახელმწიფო დაუპირისპირდება უმკაცრესად ნებისმიერ ასეთ მცდელობას. ნაცმოძრაობას, რა თქმა უნდა, არ გაუვა ის, რაც მას გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. რა თქმა უნდა, ამას ქართული სახელმწიფო დამოუკიდებელი სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს. მოგესალმებით, ხატია სამხარეზე ტელეკომპანია ტელე-პირველი. უბრალოდ სპეციალურად გითხოთ ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად გახდეს ევროკავშირის წევრი, აუცილებელი არის ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდეს და ჰარმონიზაციაში მოვიდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. საკანონმდებლო ორგანოში ბევრი კანონში შევიდა ცვლილება იმისთვის, რათა ეს კანონები დაუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას. თუმცა კანონი, რომელსაც დღეს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ამ კანონთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურები აცხადებენ, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპაში ვერ შეიყვანს და ხელს უშლის საქართველოს ევროპაში გაწევრიანებას. აი, მე მაინტერესებს, რატომ უქმნით რისკს საქართველოს ევროპულ მომავალს, ვინაიდან პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღების შედეგად შესაძლებელია ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე ვერ გადავიდეს და ვერ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. აი, მცირე დისკუსიაში რომ შევიდეთ, მათ ქვეს რომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებს თუ როგორც არის. სადმე მოგისმენიათ არგუმენტი, აი რა ნაწილში ეწინააღმდეგება? ან რატო ეწინააღმდეგება ზოგადად? სადმე მოგისმენიათ ეს არგუმენტი? თქვენთვის საკმარისი არ იყო ის არგუმენტები, რაც მოისმენთ? არა, თქვენ, არა, მე სხვა რამეს გეკითხებით. არა, არგუმენტები არ მომისმენია. ქართულ საზოგადოებასთან მათ შორის მეც არგუმენტები ჩვენ არ მოგვისმენია. მე ამიტომ თქვენ გეკითხებით, გამახსენეთ ერთი არგუმენტი შოლცის განცხადებიდან, სტოლტენბერგის განცხადებიდან, ევროკავშირის განცხადებიდან, თქვენ გამახსენეთ ერთი არგუმენტი, რომელთაც ისინი ამტკიცებენ იმას, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ან კანონმდებლობასთან, ან პრინციპებთან. ერთი გამახსენეთ, მეორე არ მინდა. მიწებება, რომ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობენ, უნდა დაერქვათ სახელი, რომ ისინი არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები. კი ბატონო, ხო თქვით, ახლა მე გიპასუხეთ. არა, ხო თქვით, არა, რუსულ ჯერ ერთი რუსულ კანონში არის კოპირებული ამერიკული კანონის ტერმინოლოგია. ამერიკული კანონის მიხედვით შესაბამის სუბიექტს ქვია უცხოელი აგენტი და იგივე ტერმინი გადმოიტანეს რუსებმაც. რაც შეეხება ქართულ კანონს, ასეთი ტერმინი არ არის გამოყენებული. ის ტერმინი, რომელიც გამოყენებულია ჩვენს კანონში, მეორდება თვითონ ევროკავშირის ევროკომისიის მიერ მოწონებულ დოკუმენტში, მეორდება მთელი რიგი სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონებში. აქედან გამომდინარე არგუმენტი აქ არ აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერმინოლოგია მეორდება ევროკავშირის დონეზე მოწონებულ დოკუმენტში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღებულ კანონებში. ხომ რუსეთის წინააღმდეგ არის? ყველია, არსად არ წერია. კაპიტალს ასე რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, იმიტომ რომ ენჯეის დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში სწორედ მე გეუბნებით მთელი პასუხისგებლობით გეუბნებით, ეს არის ტყუილი. ევროკავშირის მიერ მოწონებული, ევროკომისიის მიერ მოწონებული კანონი ეხება აბსოლუტურად ყველას, გარდა თვითონ ევროკავშირისა. თავის თავს ხარ შეეხება. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ მიღებული კანონი ეხება ყველას. ეხება რუსეთსაც, ამერიკასაც, ყატარსაც და ისლანდიასაც. აბსოლუტურად ყველას, გარდა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა. ამიტომ რაც თქვით, ეს არასწორია, ანუ გაგიბათილეთ ის არგუმენტი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ. სხვა არგუმენტი თუ გაქვთ? კი ბატონო, ერთად გითხავთ, თუ შეიძლება არგუმენტები ბევრი მოვისმინეთ. არა, თქვენ მითხარით არგუმენტი. არა, ერთი მითხარით, კაცო. თქვენ მითხარით ერთი არგუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად რაც ხავს არასამთავრობო აგენტი საწერია ჯერ ერთი. არა, ნახეთ, უკვე მოგიწიათ პულის თქმა. არა. უკვე მოგიწიათ, ნახეთ. ინტერესების უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ახლა მაგაზე გიპასუხებ. ახლა მაგაზე გიპასუხებ. ეს ხომ რუსული სტანდარტია, არა, რუსული სტანდარტი, არა. ტყუილია, ნახეთ, კიდევ ერთი ტყუილი. ევროკომისიის დოკუმენტშიც ზუსტად იგივე ტერმინოლოგია ტყუილია, იქ არის უცხოელი აგენტი. მაგრამ უცხო ქვეყნის ინტერესების რანაირად არის იგივე კაცო.
ნახეთ, თქვენ თვითონ გიწევთ მანიპულაცია რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულ ტერმინოლოგიას. ანუ ეგეც გაგიბათილეთ. ჩვენ ტერმინოლოგიას რაც შეეხება, აქ ცოტა მეტი მინდა თქვა, არის ასეთი ტერმინი გამოყენებული, ხო, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ეს არის არა ტერმინი, არამედ ეს არის ფაქტის კონსტატაცია. ნახეთ, როგორ არის მე დისერტაცია მაქვს ამ თემაზე დაცული თავის დროს გერმანიაში. ყველა სახელმწიფოში წერია და სამეცნიერო ნაშრომში, რომ სადაც არის ფული დაკავშირებული სოციალურ პროცესებთან, პოლიტიკასთან თუ არაპოლიტიკასთან, ნებისმიერ შემთხვევაში ფულს მიყვება გავლენა და ინტერესები. ეს წერია ელემენტარულ სახელმწიფოებში და სამეცნიერო ლიტერატურაში. არ არსებობს ფული ასეთ სივრცეში, რომელსაც არ მიყვება გავლენა და ინტერესები. შესაბამისად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტატაცია. ან ფაქტის კონსტატაცია არის ის, რომ როცა ვიღაც გაძლევს ფულს, შენ იმ ფულს იყენებ მისი ინტერესების გასატარებლად. თვითონ ეს NGO-ების სტანდარტიც არის. ნახეთ, მაგალითად, ჩვენ რომ დავაფინანსოთ ხვალ ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მას ყისიერად უწოდებენ გონგოს, ხო, ასეთი ტერმინი გამოიყენება. გონგო ტერმინი ნიშნავს პირდაპირ თარგმნოთ სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციას, ხო? ანუ როგორც კი საქართველოს მთავრობა დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, მნიშვნელობა არ აქვს მის საქმიანობაში. შეიძლება ძალიან კარგი რაღაცები აკეთოს, ეკოლოგიას გაუფრთხილდეს, შემოგვირებს გაუფრთხილდეს და შემდეგ, მაგრამ მაშინვე მას აწებებენ თვითონ ეს NGO-ები. გონგოს იარლიხს, ანუ სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციის იარლიხს. რაშიც დიდი წილი სიმართლის არის, უბრალოდ სწორია ეს, იმიტომ რომ სადაც მთავრობა აფინანსებს ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, იქ ამ დაფინანსებას პირდაპირ მიუყვება მთავრობის, სახელმწიფოს ინტერესები, ანუ შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ფულს მთავრობისგან, თვითონ NGO-ების სტანდარტით ახორციელებენ მთავრობის ინტერესებს, ანუ უზრუნველყოფენ მთავრობის ინტერესების გატარებას. შესაბამისად, უცხოური ძალის თუ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია არის საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია რატო არ არის იმ უცხო ძალის მიერ დაფინანსებული და შესაბამისი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია? ხო, მარტივი ლოგიკა, ანუ იმდენი არგუმენტი გვაქვს, რომელსაც ვერ აბათილებენ, რომ აქედან ჩანს საერთოდ არ არსებობს არავითარი საფუძველი ამ კანონის გაკრიტიკების. ნული ერთადერთი რაც ითვალისწინებს ეს კანონი არის კიდევ ერთხელ გამიმერებ. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. წელიწადში ერთხელ ორგანიზაციებმა უბრალოდ უნდა განათავსონ დეკლარაციები შესაბამის საიტზე. მეტი არაფერი. დღეს არ არის ეს დაფინანსება გამჭვირვალე, მაგალითად, თქვენ რომ მოგინდეთ უსვათ ნახოთ, ვინ რისთვის რატომ რამდენი დაფინანსებს მოძრაობას სირცხვილიას პირობითად. არ არის ეს ინფორმაცია, არსად ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე არის გამჭვირვალობის კუთხით ხარვეზი და შესაბამისად აუცილებელია რომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. თქვენ რას თქვით? აბსოლუტურად ყველაფერი გავაბათილი ახლა. შესაბამისად არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. თუ აქვთ არგუმენტები, კიდევ ერთხელ გამიმერებ, მე ვთავაზობ ყველა ელჩს, ხო, პირდაპირ ვერ შევალთ ახლა იმის სახლების სპიკერთან დისკუსიაში. ელჩები არიან აქ წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულები თუ არიან ისინი და თუ სურთ გააგრძელონ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, ყველა მკეთილი ვინებოთ და ღია დისკუსიაში ჩავერთოთ საზოგადოების თანდასწრებით. კი ბატონო, გასაგებია, თქვენ რუსულ კანონს იცავთ და ასაგებთ, რომ ეს არის ამერიკული კანონი, გასაგებია, კი ბატონო, რაც შეეხება დებატებს. ნახეთ, ეს არის არა, ერთ-სამით, ნახეთ. ეხლა თქვით ორი ტყუილი ერთ წინადადებაში. პირველი, ეს არ არის რუსული კანონი, რატომ? ერთ-სამით. რუსული კანონი რატომ არ არის? არავითარი თანხვედრა შინაარსობრივი არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის. მათ შორის დეტალურად შემიძლია ეს განგიმარტოთ რუსულ კანონში რა წერია. მაგალითად, რუსეთში ამ კანონის საფუძველზე, რაც იქ მოქმედებს, შეიძლება შევიდეს სახელმწიფო კონტროლი, პირდაპირ ჩაჯდეს შესაბამის ორგანიზაციაში და რაღაც თუ არ მოეწონება, შეუძლია საერთოდ აკრძალოს შესაბამისი ხმაურია და მაგითო შეუძლია აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია. უცხოელი აგენტი ტერმინი გამოიყენება. ეს უცხოელი აგენტი ტერმინი გამოიყენება მათ შორის ფიზიკური პირების ადამიანების მიმართ. გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, როცა შესაბამისი პირი გამოდის ტელევიზიით, ეთერით, იქ უნდა იყოს ქვემოთ მითითებული ტიტრებში, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი. შესაძლებელია აღიძრას სისხლის სამართლის საქმე,
შესაბამის პირის თუ ორგანიზაციის მიმართ, სად არის რუსული ჩვენს კანონში? სად არის რუსული? ამიტომ როცა ეძახით რუსულ კანონს ამ კანონს, ეს არის უბრალოდ არატყუილი, არამედ უხეშობისთვის მომიტევეთ, ეს არის ცრუ პენტელობა. იმიტომ რომ არავით არის საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან. ამიტომ თქვენ კეთილინებთ ეს სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში. მანამდე ეს სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები, არც ჟურნალისტები. სააკაშვილმა პირადად დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება საერთოდ არ ქონდეს არგუმენტი, მაგრამ შეიძლება ასე ურცხვად მოიტყუო. ეს ცრუპენდელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის მედიაში. ბოლო კითხვას დაგიშვამთ გაგუგრძელდა საუბარი. ბოლო კითხვა ეხება გუშინ. მე მადლობა, მინდა გადაგეხადოთ, იმიტომ რომ ბევრი რამის თქმის საშუალება მომცა თქვენმა არასწორმა ინფორმაციამ, რაც გაავრცელეთ. მოგბრძანდეთ პირველზე დებატებში და ჩვენს ეთერში შეგიძლიათ გავაგრძელოთ. მე დღეს გქონდა თქვენთან დისკუსია და საზოგადოება მე მგონი ყველაფერი გაიგო. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, გუშინდელი აქციის დროს საკმაოდ მძიმე ფაქტები მოხდა, მათ შორის ერთ-ერთ ადამიანს ნეკნებიც კი ჰქონდა დამტვრეული, მოხდა არაერთი ცუდი ფაქტი, ცემეს ახალგაზრდებს კადრებსაც ნახავდით. ალბათ იმისას, რაც მოხდა გუშინ. ამ ყველაფრის შემდეგ, ბატონო ირაკლი, თქვენ უნდა შეხვიდეთ ლექციებზე ახალგაზრდებთან. რა გექნებათ სათქმელი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გუშინ დაარბიეთ და ცოტა ხნის წინ თქვით, რომ კანონის სიმკაცრით დაიშჩება ყველა, ვინც დღეს არ მოიქცევა კანონის ჩარჩოში. აი ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ როგორ უნდა შეხვიდეთ სტუდენტებთან ლექციებზე და როგორ უნდა ესაუბროთ სტუდენტებს, რომლებიც გუშინ დაარბიეთ და დღეს არავინ პირველ რიგში სიტყვა დარბევა არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც დღეს თქვით. გუშინ არ მოხდა რა, არავითარი დარბევა, როდის იყო იცით, როცა თქვენმა პარტიამ რამდენიმე ცხედარი განათავსა ჯიხურების თავს. აი ეს იყო დარბევა 26 მაისი 2011 წელს. თქვენ როგორ უნდა გამოხვიდეთ ამის მერე ტელევიზიაში, როცა ემსახურებით ამ პარტიის ტელევიზიას. რა მორალური უფლება გაქვთ, რომ საზოგადოებას ესაუბროთ, როცა ხართ ამ პარტიული, ამ პოლიტიკური პარტიის ტელევიზიის ერთ-ერთი მსახური, ხო? რა მორალური უფლება გაქვთ? ხო, და ამიტომ ნუსავთ ისეთ კითხვებს მორალზე, რომლის დასმის უფლებას უბრალოდ თქვენ არ გაქვთ. ხო, თქვენ არ გაქვთ მორალთან დაკავშირებით არაფრის თქმის საშუალება, რაც შეეხება ჩემს მორალურ პასუხისმგებლობას. პირველი, კანონი, რომელიც არის ამჟამად იღების პროცესში, არის თავიდან ბოლომდე თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან, თავიდან ბოლომდე საპირისპირო არგუმენტები ვერავინ მოიყვანა და ვერც თქვენ მოიტანეთ, საპირისპირო არგუმენტები ეს ერთი. რაც შეეხება შეკრების დაშლას. შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ დაზიანებებს, აქაც ტყუილი თქვით. 5 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, ანუ მათ დაჭირდათ ჰოსპიტალური მკურნალობა და დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს. ამიტომ აქაც ტყუილებს ამბობთ. არ შეიძლება, ეს უბრალოდ მორალის ზღვარს მიღმა გადის, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ხო? ნახეთ, ძიმე კადრები რა იყო, იცი კადრები ძიმე იყო, როცა რამდენიმე ცხედარი რა და მე ამ პარტიაში რატომ მუშაობ? პირველი არის ნაცმოძრაობის ტელევიზია. არა, არაფერში არ ვსდები. პირველი არის ნაცმოძრაობის, მე რა რო ხაზარაძე აფინანსებს. ხაზარაძე და ნაცმოძრაობა არის ერთი კოლექტიური პოლიტიკური ძალა. და როცა ემსახურებით ამ პოლიტიკურ ძალას, თქვენ მორალური უფლება არა გაქვთ, რომ საერთოდ მორალზე ისაუბროთ. პრობლემები გაქვთ, დიახ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ტელეკომპანია რუსთავი ბოდიში. დიდი ბოდიში. სალმე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ბატონო ირაკლი გუშინ განაცხადა, რომ ის აუცილებლად დაადებს ამ კანონს ვეტოს და მისი ვეტო არის ხალხის ხმა, როგორ გამოეხმაურებით პრეზიდენტის ამ განცხადებას. სალმე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი, შესაბამისად ერთადერთი ვის ხმაც არის სალმე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა გლობალური ომის პარტია, რასაც არაერთხელ გვისაუბრია. რაც შეეხება ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.
და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველი სალომე ზურაბიშვილი, ისაუბრებს ქართული ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართულ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას. შემიძლია ხო? მოგესალმებით, ქეთა ციცქიშვილი, მთავარი არხი. ბატონო ერეკლეს სანამ მკითხოს და გისვამთ, არ შემიძლია რომ არ გიპასუხოთ, უბრალოდ მოკლე კომენტარის სახით, აქ მედიაზე ისაუბრეთ ბევრი, ძალადობაზე მედიაზე, მათ შორის მოკლედ გეტყვით, რომ აქედან რომ გავხვალ, შეგიძლიათ 5 ივლისს ან მომდევნო დღეებში თქვენი განცხადებები ნახოთ და ამის შემდეგ გვესაუბროთ მედიას ძალადობაზე, როგორ ძალადობენ ჩვენზე და ერთმანეთს როგორ უჭერთ მხარს. ახლა რაც შეეხება კითხვას, კი ბატონო. მე მყისიერად მაშინ დავგმე ძალადობა მედიაზე, თქვენ არ დაგეგმიათ საკუთარ კოლეგებზე ძალადობა. ყოველთვის გმობ საკუთარ კოლეგებზე და მაშინ უნდა იცოდეთ, ვის ელაპარაკებით ბატონო ირაკლი და ყველა ერთად არ უნდა მოხარშოთ, როგორც ამას ქართული ეცნება აკეთებს. საჯარო განცხადება ამასთან დაკავშირებით. საჯარო განცხადება, მე საჯარო განცხადებებს არ ვაკეთებ, ჟურნალისტი ვარ და ჩემ კოლეგებთან მაქვს კომუნიკაცია. როგორ არ აკეთებთ? თქვენ პრემიერი ბრძანდებით და აყენებთ შეურაცხყოფას ჟურნალისტებს, ბატონო ირაკლი, რომლებიც აქვთ ხედვართ ხოლმე, მათ შორის მე ხშირად არა, მაგრამ მიწევ და მიცნობს კარგად. ჩავერთვები და მე დასვით კითხვა. მე მახსოვს სხვათა შორის, როდესაც თავის როზე 5 ივლისს განხორციელდა ძალადობა ჟურნალისტებზე და ძალადობა მეწილად განხორციელდა ოპოზიციური არხების წარმომადგენლებზე, მაშინ ხელისუფლებამაც პირადად მეც მყისიერად ჩვენ ყველამ დავგმეთ ეს ძალადობა და სხვათა შორის თქვენმა კოლეგებმაც სხვა ტელევიზიებიდან დაგმეს ეს ძალადობა. რას თქვენ არ გაიკეთებიათ გუშინ და დღეს? ეს თქვენ მორალურ თქვენი შესაძლებელი არ არის კოლეგების ურთიერთობა, ყოველთვის არის ხოლმე საჯარო თუ პირადი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, ამიტომ როდესაც აქ გამოდიხართ და მით უმეტეს რუსულ კანონთან დაკავშირებით აკეთებთ განცხადებას, მედიას არ უნდა აყენებდეთ შეურაცხყოფას. ეხლა დავსვათ ტყუილი და დავასაბუთე 2 წამის წინ. კარგით, მე მინდა ბორელის და ვარჰეის განცხადებაზე მეკითხა, მაგრამ არ აქვს აზრი, იმიტომ რომ იგივეს გააგრძელებთ. ეს ადამიანები ალბათ და ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა არგუმენტებსაც გეუბნებიან და ალბათ ამას გააგრძელებენ, მაგრამ ამასთან გააძლევთ და სიტყვას გააძლევთ ამასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე ითქვა საჯაროდ. და თუ აქვთ არგუმენტები საჯაროდ, რატო არ ამბობენ? არ არსებობს ასეთი არგუმენტები, იმიტომ რომ კანონი თვალისწინებს ერთ-ერთ რამეს. ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები, უბრალოდ ვერ გექნება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, როცა თქვენ ამბობთ რუსულ კანონს, ეს არის უბრალოდ ტყუილი. კი ბატონო, იყოს ტყუილი თქვენთვის. ბატონო ირაკლი, მაშინ ესე კითხავთ. თქვენთვის არის ტყუილი პირველ რიგში. ესე კითხავთ, ეს ადამიანები ამბობენ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ თუ ამ კანონ პროექტს ვაქცევთ კანონად და საქართველოში ეს დაკანონდება, საქართველოს ევროპულ გზას შეექმნება საფრთხე და შესაძლოა იყოს უკან ნაბიჯები ევროპულ გზაზე. აი ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, ვერ ხედავთ ამ საფრთხეებს ქართულ ოცნებაში, როცა ესეთი ამ რანგის საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან ამას და თუ ჩაგვიკეტეს ეს გზა ამ კანონის მიღების შემდეგ რა შვება საქართველოს? ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს კანონი საფრთხეს არ შეუქმნის ევროპულ ინტეგრაციას, რა თქმა უნდა ამ კანონს არ მივიღებთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არათუ საფრთხეს არ შეუქმნის ეს კანონი ევროინტეგრაციას, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენ სახელმწიფო სუვერენიტეტს, დაგვემართება იგივე რაც დაემართა უკრაინას. და ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამიმერებ, უკან მოგრჩება შვიდობაც და ევროინტეგრაციაც. შესაბამისად, თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის სწორედ ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა. სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. უნდა იყო პირველ რიგში სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ევროინტეგრაციის ინტერესებს და მას საზოგადოება დაინახავს. თქვენ ხომ გაქვთ უკვე გამოცდილება, ჩვენ ბრძოლები გამოვიარეთ, განსაკუთრებით 2020, 21, 22, 23 წლებში და ამ ბრძოლებამ მოგვიტანა ჩვენ კონკრეტული შედეგები და საზოგადოება ამას აგვირდებოდა. სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგად მოხდა რა არის ამ რამდენიმე წლის შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი პრობლემების რისკების მიუხედავად შევინარჩუნეთ მშვიდობა, არავის არ მივეცით ქვეყნის არევის საშუალება, ძალიან სერიოზული მცდელობა იყო, ხო? გახსოვთ რიგ არეში არჩევნები უნდათ, რევოლუცია უნდათ, მერე გახსოვთ რა სითხოდნენ ჩვენგან, როცა უკრაინაში ომი დაიწყო და შემდეგ, ხო? ანუ მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ბოლოს ქვეყანამ ჩვენს ხელში მიიღო კანდიდატის სტატუსი.
მანამდე ნუ წინა წლებს აღარ გავიხსენებ. ხო, რაც კი ხელშესახები შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის მათ შორის ასოცირების შეთანხმება, ეს არის DCFT, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების ხელში და არაფერი არ მოსულა მარტივად. ჩვენ ყველაფერი მოვიპოვეთ ბრძოლით და პირველ რიგში იმით, რომ შეუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა და შესაბამისად შეექმნა სერიოზული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღება ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის გამტკიცებას, შესაბამისად ემსახურება ევროინტეგრაციას და შესაბამისად ეს არის თავარი მიზეზი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. სწორედ იმ შემთხვევაში, თუ არ მივიღებთ ამ კანონს, შეგვექმნება პრობლემა სუვერენიტეტის კუთხით და შეგვექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის კუთხით. გამარჯობა, გიგაბენია BMG. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენ საზოგადოება მოატყუეთ, როდესაც თქვით, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ გამოეხმაურნენ გუშინ იმედი ჟურნალისტის მიმართ ჩადენილ თქვენი თქმით, ასე ვთქვათ, თავდასხმაზე ევროკავშირის ელჩმა გააკეთა განცხადება და მან დაგმო რაში ვიტყვებით? თქვენ თქვით, რომ არავინ გამოხმაურებია. არა, მე გეტყვით, რატო ვიტყვებით. რეალურად ეს არ იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება დაგმობასთან დაკავშირებით, თქვენ იცით ზოგადად როგორია სტანდარტი. როცა ხდება ძალადობა, გამოდის ხოლმე საჯარო განცხადებები. ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა ევროკავშირის ელჩს, კი, კონტექსტი იყო ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგრამ მან გასცა ზოგადი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ის ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ეს არ არის გამიჯნა, ამიტომ მე კი არ ვიტყვები, თქვენ მოიტყვეთ ახლა. მადლობა. მე არ ვიტყვები, თქვენ თქვით, რომ არავინ კომენტარი და განცხადება არ გააკეთა. მეორე, ასევე თქვენ ამბობთ, რომ ვერც ერთმა უცხოელმა პარტნიორმა არგუმენტები ვერ მოგიყვანათ იმასთან მიმართებით, რომ თქვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი არის რუსული. რატომ ვერ დაარწმუნეთ მაშინ თქვენ, რომ ეს კანონპროექტი არის ქართული, ევროპული და ამერიკული, როგორც თქვენ ამბობთ და მათ შორის საზოგადოება, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, რატომ ვერ დაარწმუნეთ და ასევე, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ასეთი კანონი არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არსებობს ევროკავშირში, არსებობს საფრანგეთში, ხომ, ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, მაშინ თავად ისინი რატომ ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი კანონპროექტიო და თუ ქართული ოცნების კანონპროექტი შეაფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას, მაშინ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ისტორიული არჩევანის ჩაგდებისთვის? კი, პასუხობ ძალიან მარტივად. პირველ რიგში, როცა ამერიკელები ამბობენ, რომ მათი კანონი არ არის მსგავსი, ეს მართალია, ხო და რა კუთხით? მათი კანონი არის უმკაცრესი. ამერიკული კანონი ითვალისწინებს ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრას, სისხლის სამართლებრივ დევნას, უმკაცრესი რეგულაციები აქვთ მათ და უცხოელ აგენტად შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციას. ამ კუთხით არ არის მსგავსი ამერიკული კანონი, რომ ბევრად უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. იგივე ეხება საფრანგეთის ევროკომისიის მიერ მოწონებულ კანონპროექტს. იმ კუთხით არ გავს, რომ ის კანონები არის ბევრად უფრო მკაცრი. და პირდაპირ შეგვიძლია თქვენ წაგითხული გაქვთ, რატო არ წაიგითხეთ ამდენი ხანი ევროპული კანონი? აბა რა წერია იმ კანონში? ევროკავშირში არ არის მიღებული ეს კანონი. ეს არის კანონპროექტი. არა, ხო და წაიგითხეთ? კანონპროექტი არის დირექტივა, რომელიც არ მიიღებენ. ან შეიძლება ეს არ არის ეს კანონი, ხომ? ეს კი ბატონო, უფრო ხისტია შეიძლება, რომელიც თქვენ, მაგრამ ეს არ არის მიღებული, ეს არ არის კანონი ბატონო ირაკლი. შოლცმა გითხრათ, ბატონო ირაკლი, შოლცმა გითხრათ, რომ შეიძლება ეს არც მივიღოთო. არა, რას ქვია ახლა შეიძლება არც მივიღოთ, ეგ არ არის არგუმენტი. არ არის მიღებული კანონი, არ არის. ნახეთ, ევროკომისიამ, უმაღლესმა ევროპულმა ინსტანციამ თქვა, რომ ეს არის კარგი, მოიწონა. და როგორ შეიძლება, როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. მიიღებენ, არ მიიღებენ, ეს ხო უკვე აღარ არის საინტერესო. ევროკომისიამ უკვე თქვა, რომ მათი კანონი არის კარგი, რომელიც არის უფრო მკაცრი ვიდრე, ბევრად უფრო მკაცრი ვიდრე ჩვენი კანონი. ეს ხო რა ვიცი, რა დონის პარადოქსი გვაქვს საუბარი. ანუ ევროკავშირის თავარი აღმასრულებელი სტრუქტურა ამბობს, რომ ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი. და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი. ხო და ეხლა რაც შეეხება დარწმუნებას. როგორ უნდა დაარწმუნოთ, თუ დისკუსია არ შედგება? ანუ მოდიან არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან. არგუმენტი არ მოგვისმენია, ხო თქვენ მოგისმენიათ საჯარო არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ქართული კანონი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება. ხო არ მოგისმენიათ ასეთი არგუმენტი. ბუნებაში ვერც იარსებებს, ანუ მათი პრობლემა კი არ არის, ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ
არსებობს არგუმენტი და ვერ გიმტკიცებენ. უბრალოდ არგუმენტი ვერ იქნება, იმიტომ რომ ერთადერთი რაც წერია ამ კანონში არის ის, რომ NGO იღებს დაფინანსებას და ხალხს ეუბნება, ვისგან მიიღო ფული და რაში დახარჯა ფული. როგორ შეიძლება ეს იყოს ცუდი, როგორ შეიძლება ეს ევროპულ სტანდარტებთან იყოს წინააღმდეგობაში. ამიტომ პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ უჭირთ არგუმენტირება. პრობლემა არის ის, რომ არგუმენტი არ არსებობს, ამიტომ ვერ გვეუბნებიან არგუმენტებით ვერაფერს. რაც შეეხება იმას, თუ რატო გვეუბნებიან ამას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არავის არ უხარია, რა თქმა უნდა, გამჭირვალობა. როცა ფულს ხარჯავს, არავის არ უხარია. მართალია ჩვენ მივიღეთ ჩვენი ინიციატივით მაგალითად თავრობაში ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენც ჰქონდა გაცნობიერებული, რომ გამჭირვალობას მოსდევს თავისი რისკები. მაგალითად, როგორც კი მივიღე გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა განკარგულება უნდა გასაჯაროებული იყო, ერთ კვირაში ერთ-ერთმა ტელევიზიამ მართალია უსაფუძვლოდ, მაგრამ ააგორა სპეკულაციური კამპანია ერთ-ერთ განკარგულებასთან დაკავშირებით. ანუ უხერხულობას ჩვენც გვიქმნის ეს, მიუხედავად იმისა, რომ სუფთად ვაკეთებთ ყველაფერს. არც ერთ ფულის გამცემს არ უხარია, რა თქმა უნდა, გამჭირვალობა, შესაბამისად გასაგებია. მაგრამ ჩვენ ხო ჩვენი ინტერესები გვაქვს. კი, იმას შეიძლება არ უხარია დონორს გამჭირვალობა მის თანხების. მაგრამ ჩვენ რა უნდა გვიხაროთ და ჩვენ უნდა გვიხაროთ ის რომ დღეს რო არ აქვს მოქალაქის ინფორმაცია მაგალითად იმასთან დაკავშირებით თუ საიდან ფინანსდება ფრანკლინის კლუბი ან სირცხული ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია. ანუ ინტერესი არის ის რომ მოქალაქეს ხვალ გავაგებინოთ საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა ეს ფული. თქვენ არ გაინტერესებთ? აი თქვენ არ გაინტერესებთ? ხო და ამ კანონს რატო ეწინააღმდეგებით? არა, კანონს რატო ეწინააღმდეგებით? ეს ხო ფაქტის კონსტატაცია. ნახეთ, არა, ნახე, მოიცა ერთზამი და მერძევე ავიღოთ. მერძევე, ნახეთ. არსებობს პროექტები, რომლებიც ემსახურება სოფლის მეურნეობის გაძლიერებას საქართველოში. ამ შემთხვევაში პრობლემა რაშია? ნახეთ, უცხოური ძალა არსებობს. ეს უცხოური ძალა შეიძლება იყოს მაგალითად ევროკავშირი ან ამერიკის მთავრობა და ამ შემდეგ. მას აქვს ინტერესი, რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა. და ამ შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზაცია ატარებს უცხოური ძალის ამ ინტერესს, ხო, კეთილშობილურ ინტერესს, რომ სოფლის მეურნეობა ასევე მთავრობაც რო დააფინანსებს ორგანიზაციებს თუ დააფინანსს, ხო? ამ შემთხვევაში თუ დააფინანსებთ სოფლის მეურნეობას, იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობას გააძლიერებს ქვეყანაში. მაგრამ თუ მთავრობა დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც მიზნად დაისახოს მაგალითად პირობითად რომელიმე რელიგიურ გაერთიანებაზე თავდასხმას, ხო? ესეც იქნება ჩემი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, მაგრამ იქნება ცუდი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. გამჭირვალობის მთავარი ინტერესი რა არის? ხალხმა უნდა გაარჩიოს, სად არის კარგი ინტერესი, სად არის ცუდი ინტერესი. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი, პირობითად 70-80% იხარჯება სწორედ კარგი ინტერესებზე, ხო, სოფლის მეურნეობა, შეშმობილები და ამ შემდეგ. მაგრამ მე ხო ჩამოგითვალეთ აქ ის 20-30%, სადაც ფული იხარჯება ცუდი ინტერესებზე. ამიტომ ნახეთ, თავი ამოცანა არის, თქვენ ხო ხართ საქართველოს მოქალაქე. დღეს თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ვერსად ვერ ნახავთ. არსებობს, ბატონო? ვის უდევს გადაბის? ის სირცხულიას უდევს ინფორმაცია, ან დროას უდევს ინფორმაცია, არ უდევს. ნახეთ რა შეასაქმე. ნახეთ, აი მაგალითს მოგიყვანთ პირობითად რა, ანუ იმიტომ რომ ეს გეტყვით, რა მგითხეთ? ამაზე უპასუხე და ბერიქით თქვი რომ არა თუ არ შეაფერხებს, ბერიქით ხელშეუწყობს. არა, ნახეთ, ერთზამით. გეტყვით. ჩვენ სხვა რაღაცებსაც მე შეგახსენეთ ბოდიში გეტყვით რა, მაგალითად, ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ არასწორ რამეს. მათ შორის არასწორ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას დაფუძნებულ რამეს. მაგალითად, თქვენ გახსოვთ, რომ არ ვიცი რა მოხდა მაშინ, შესაძლოა შეიყვანეს ალბათ 27 ელჩი, მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით იმის შესახებ, რომ თითქოს კლავდით სააკაშვილს. ნუ ასეთი შესაბამისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის. ანუ 27 ელჩი აიძულეს, რომ ასეთი ყალბი დემარში განახორციელებინათ, ხო? ამიტომ თავარი ის კი არ არის, ვირას გეუბნება. თავარი არის რა არის შენს ინტერესებში. ამიტომ გეკითხებით რას? თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე. მაგალითად არის დროა, ასეთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც შექმნილი ქონდა ფიქტიური არასამწარმი ურდული პირი, ფიქტიური, ყველაფერი იგივე იყო. მისამართი, ხელმძღვანელი, Facebook-ის გვერდი, სულ ყველაფერი აბსოლუტურად იგივე იყო. ერთ-ერთი ევროპული ფონდი რამ 2-3 წლის განმავლობაში ამ არასამწარმი ურდულ პირს
ურიცხავდა თანხებს. თან ეს არ იყო საგრანტო, ასე ვთქვათ, პროექტზე აგებული დაფინანსება, პირდაპირ ურიცხავდნენ თანხებს ხელფასებისთვის და ურიცხავდნენ ფულს ოფისებისთვის, ხო? არსად არ ეწერა ეს. ერთ-ერთი წამოწდა, ერთხელ Facebook-ზე დაწერა ხოსტარიამ, რომ მისი საარჩევნო კამპანია, წარმოიდგინეთ რას წერს, დაფინანსდა ID-ის მიერ და ამისთვის მადლობა გადავხადა. ანუ შემთხვევით გავიგეთ. არსად არ წერია, დღესაც ვერ ნახავთ ვერანაირ ინფორმაციას, რამდენი რისთვის როგორ ჩაერიცხა, მაგრამ შემთხვევით გავარკვიეთ, წამოწდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე ხოსტარიას პოლიტიკურ პარტიას არა კონსტიტუციურად უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი. ახლა თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე. დღეს თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. თქვენ ხო ხართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს კანონი, რომელიც ასეთ მინიმალურ ინფორმაციას თქვენ მოგაცდით. მაშინ რატო არ მოგწონთ ეს კანონი? ახლა რა შეეხება ევროინტეგრაციას? მივასწრებთ. თუ გამჭვირვალობა არის, ხო მეც გეთანხმებით, უნდა ვიყოთ ყველანი გამჭვირვალები ამ ქვეყანაში, მათ შორის მთავრობაც, არასამთავრობო სექტორის და ყველაც, მაგრამ თუ გამჭვირვალობა არის, აქ ამოსთავალი წერტილი გამჭვირვალობანი. რატომ არ შეიძლებოდა კანონში იმგვარად ჩაწერილიყო, რომ უფრო მეტად გამჭვირვალები გამხდარიყო არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები, ვიდრე თქვენ ვთქვით, რომ 20-30% იხარჯება სუდისთვის მოზიდული თანხები. თუ 80% დაახლოებით უხეშად რომ თქვა, კარგი სამისთვის იხარჯება ამ ქვეყანაში 20%-ის გამო ყველას რატომ უნდა დავარკვათ უცხოური ძალის ინტერესებს. ახლა ნახეთ, კი, მესმის. კი, მადლობა ამ შეკითხვას. არა, რატო აღიქმება ცუდად? ნახეთ, არა, მე გეტყვით. არა, უარყოფითი რანაირად არის. ეს არის ფაქტის კონსტატაცია. შენ როცა ფულს იღებ სხვისგან, ნახეთ, აი მე რა შევიძლევი ფულს. მე მინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, ხო? ანუ მე ვარ უცხოური ძალა, ნახეთ, ფაქტის კონსტატაცია რატოა? მე ვარ უცხოური ძალა, პირობითად აი ევროკავშირი ან შვედეთის მთავრობა, რაღაცა ისლანდიის ისა რა ქვია მთავრობა, ხო? მე ვარ უცხოური ძალა, ეს არის პირველი ნაწილი ტერმინის. მეორე ნაწილი არის რომ მე მაქვს ინტერესი. ამ შემთხვევაში ეს არის კეთილშობილური ინტერესი, რომ გავატარო, რომ სოფლის მეურნეობა განავითარო სხვა ქვეყანაში. და ამ ინტერესს მე მიტარებს კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც ჩემგან იღებს ფულს. შესაბამისად, უცხოური ძალა არის ფაქტის კონსტატაცია, ინტერესები არის ფაქტის კონსტატაცია და ინტერესის გატარებაც არის ფაქტის კონსტატაცია. როგორც კარგ შემთხვევაში, ისე ცუდ შემთხვევაში. ანუ ერთ შემთხვევაში, როცა მე ვსრუნავ სოფლის მეურნეობაზე, ეს ორგანიზაცია ჩემს კარგ ინტერესებს ატარებს, როცა მაგალითად სირცხვილია თავს ესხმის საპატრიარქოს, ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ჩემს ცუდ, მაგრამ თავარი რა არის? თავი გამჭვირვალობა. ანუ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია ეს არის ფაქტის კონსტატაცია, დანარჩენი კარგია თუ ცუდი ეს ინტერესი. ამას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა. ამიტომ ვამბობ, რომ არავითარი არგუმენტი არ არსებობს სინამდვილეში ამ კანონის წინააღმდეგ. ანუ ერთ-ერთი რაც ხდება, ანუ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ვიღაც ორგანიზაცია არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, არავინ არ ამბობს, რომ ეს არის ცუდი ან კარგი ინტერესი, პირიქით. მე აქ გეუბნებით, რომ ამ ინტერესების უდიდესი ნაწილი არის პოზიტიური. როცა სოფლის მეურნეობას ეხება საქმე, მას რა ქვია, შშმ პირებზე ზრუნვას და ეს შემდეგ ეს არის პოზიტიური ინტერესი. ერთადერთი რასაც გაიგებს საზოგადოება თქვენ როგორც მოქალაქე არის რა, ერთმანეთისგან გაარჩევთ კარგ და ცუდ ინტერესებს. მეტი არაფერი. ამიტომ კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ სინამდვილეში არ არსებობს. მოგესალმებით ბატონო, ანა პოლიციის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი. უბრალოდ ჩემი კოლეგის ნაწილს გავაგრძელებ. რადგან თავადაც არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში ამბობდა, რომ იარლიყა და აღიქვამენ და სტიგმატიზებათ უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსს. იყო შეთავაზებაც მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დროს, რომ შესაძლოა მაგალითად ეწოდოს უცხოური დაფინანსების მიმღები უფრო მეტად ისეთი ტერმინი, რაც არ გამოიწვევს თქვა სტიგმატიზებას. ამ დათმობაზე თუ არის მართული მიზეზი და მე მაინტერესებს ნახეთ რა. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ პროცესი მივა ბოლომდე, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი. ამასობაში აქციებზე მდგომი ხალხი ამბობს, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ კანონის რეალურად ქცევას, რადგან შეურაცხყოფად იღებენ და პრორუსულს უწოდებენ. და გაგრძელდება აქციები, იქნება უფრო მეტი ხალხი და ეცდებიან, რომ გაგაგონონ თავიანთი გაბრაზებული ხმა, ამას ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, ხომ? როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება, მაშინ როდესაც გვესმის, რომ არც ერთი მხარე, ერთი რომელიც იცავს ამ პროექტს და მეორე რომელიც აპროტესტებს ამ პროექტს, არ აპირებს პოზიციების შეცვლას. მადლობა. გიპასუხოთ, რაც შეეხება ტერმინს კიდევ ერთხელ მადლობა ამ დაზუსტებისთვის. ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, რომელიც უკავშირდება ამ, ასე ვთქვათ, ტერმინს და ცხადყოფს იმას, თუ რატო არ მოწონთ სწორედ რომ ამ რევოლუციურ პროცესებში ჩართულ ორგანიზაციებს ეს ტერმინი. ნახეთ, მაშინ როცა ეს რევოლუციური პროცესები წარიმართებოდა, მაშინ გახსოვთ, რომ იქაც კეთდებოდა გარედან თუ შიგნიდან განცხადებები და მაშინ თქვა ასეთი რამ.
რომ NGO-ები ციტირებ ერთ-ერთ უცხოელ მაღალჩინოსანს არ მინდა თქვა ქვეყანა და თანამდებობა, მაინც მოვერიდები. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ NGO-ები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ანუ სიტყვა-სიტყვით ასე რამ თქვა. შემდეგ ეს გაიმეორა შესაბამისმა ელჩმა. შემდეგ ეს გაიმეორეს მათ შორის NGO-ების წარმომადგენლებმა, ანუ ისინი აცხადებდნენ ხმაშეწყობილად, კოორდინირებულად, რომ NGO-ები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. რაც არის სიყალბე? ამას ვიტყვი ხაზგასმით, რატომ? ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ხო? ანუ დემოკრატია არის კონსტიტუციურად ჩვენი დამკვიდრებული სისტემა და აღიარებულია დემოკრატიაში, ესეც სახელმწიფოების თემაა და სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მარტივი დასკვნაა და პრაქტიკული დასკვნა, ხო? დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის ხელისუფლება, ხო? ანუ არსებობს მარტივი ლეგიტიმაციის, ასე ვთქვათ, სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხალხი ირჩევს პარლამენტს, მერე პარლამენტი აღალიბებს მთავრობას და შემდეგ აღარ გავაქცელებ, ხო? ანუ ეს არის დემოკრატიის პრინციპის ელემენტარული, ასე ვთქვათ, გამოვლინება, რომ ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართული ხალხის სახელით, ეს არის სწორედ არჩეული ხელისუფლება, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. როცა ასე დროს მაღალჩინოსნები კონკრეტული გავლენიანი, ასე ვთქვათ, სივრციდან, ხო? გეუბნებიან, რომ NGO-ები საუბრობენ ქართული ხალხის სახელით. მე მგონი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ კონტექსტში, რომ ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ NGO-ები საუბრობენ არა ქართული ხალხის სახელით, არამედ ისინი არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ეს ანიშნავს იმას, რომ NGO მაინც ან განცუდ ინტერესებს ატარებს. ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როცა გახდება გამჭვირვალე ინფორმაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ამ სიყალბეს ჩვენ შეგვიძლია დაუპირისპირდეთ, მათ შორის ამ ტერმინით. კიდევ ერთხელ ჩვენ გვჭირდება სწორი ფაქტის კონსტატაცია. ანუ ერთხელ ეს იყო ყალბი ფაქტის კონსტატაცია, ანუ ჩვენ ვცდილობდნენ, რომ ჩვენთვის, ასე ვთქვათ, შემოეჩეჩებინათ ხელში საზოგადოებისთვის ეს ყალბი თეზისი, რომ თითქოს NGO-ები საუბრობენ ქართული ხალხის სახელით, რაც არის სიყალბე, ხო? ეს ელემენტარული საკითხია. სინამდვილეში რა ხდება? მე მგონი ეს უნდა ითქვა საზოგადოებისთვის, მათ შორის კანონის დონეზე. ანუ კანონმაც უნდა დაადასტუროს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს ორგანიზაციები საუბრობენ არა ქართული ხალხის სახელით, არამედ ისინი არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. სინამდვილეში აქ პრობლემა ნაკლებად აქვთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან არაპოლიტიკურ მიზნებს, იგივე სოფლის მეურნეობა და შემდეგ. ყველაზე მეტად ვისაც აწუხებს ეს ტერმინი, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობებით არიან დაკავებული, ხო, რასაც ქვია ეკლესიაზე თავდასხმა, რევოლუციებში მონაწილეობა, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერა, საქართველოში LGBT პროპაგანდა და შემდეგ. ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი და რაც შეეხება ამ ტერმინოლოგიას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც არის მშრალი ფაქტის კონსტატაცია, მე ვფიქრობ, რომ ამის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მეორე კითხვას, როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება, როდესაც არც ერთი მხარე ამ პროცესში მონაწილე არ ცვლის პოზიციას და ბოლომდე აპირებს. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი სახელმწიფო ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის შეცდომაში შეყვანილი. ხო, წაკითხული აქვს, არ აქვს წაკითხული, არ მინდა მას შევიდე. მე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის ქუჩაში, აპროტესტებს, თუ ის არის გულწრფელი, ხო, აქ შოთა უტიაშვილს და იგა კვესიდაძეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ, ხო, თუ არის გულწრფელი, თითოეული არის ჩვენთვის თანაბრად ძვირფასი და რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ყურადსაღები, მაგრამ ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ საზოგადოება არავის მოატყუებინოთ. ეს არის ღირსების საქმე. ანუ ჩვენი მხრიდან საზოგადოების ღირსების დაცვა და მისი მოტყუების არ დაშვება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ქართული ხალხის წინაშე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გქონდა დღეს საუბარი კიდევ ერთხელ არგუმენტებზე, ხო? აქაც ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოქმნილი, უცხოელები ვერ წარმოადგენენ ვერც ერთ არგუმენტს. ხო, უბრალოდ არგუმენტი არ არსებობს. რატომ შეიძლება იყოს ცუდი ის, რომ კითხო ფულს რაში ხარჯავ და ქართულ ხალხს გავაგებინო რაში ხარჯავ ფულს? დასამალი რა გაქვს? თუ კარგ საქმეს აკეთებ და თუ ქულმოქმედებით ხარ დაკავებული, რატომ მომალავ ამ საზოგადოებას? ხო, წარმოიდგინეთ, მე ვაფინანსებ სოფლის მეურნეობის პროექტებს, პირობითად ვამბობ, ხო? და დავაფინანსე წელიწადში $5 მილიონ, მაგალითად, დაახლოებით ამდენს რიცხავს, რამდენით, ასე ვთქვათ, აფინანსებს ამ პროექტებს თუ არსები ევროკავშირი წელიწადში, ხო? თუ ხარჯავ სოფლის მეურნეობაზე ფულს, რა არის დასამალი?
გამოაქვეყნე, რამდენი რისთვის ვის მიეცი და ეს შემდეგ, ხო? ან დასამალი ხო აქ არაფერი არ არის. საზოგადოება თუ მიიღებს ამაზე ინფორმაციას წელიწადში ერთხელ. ამაში რა არის ცუდი? აი იმდენად აბსურდულ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, პირობას გააძლევთ. დავსხდებით მე თუ დათანხმდებიან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. ერთად დავსხდებით, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და მე გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოქმნილი, თუ უბრალოდ ბუნებაში არის, იმიტომ კი არა, რომ ელჩები მომზადებული ვერ იქნებიან და ინტელექტი არ აქვთ. უბრალოდ არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. ვერავინ ბუნებაში ვერ დაგიმტკიცებს იმას, რომ ფულის ჩვენება არის ცუდი. არა. მე უფლება არ მაქვს მართალია ვისაუბრო იმაზე, თუ რა არგუმენტებით საუბრობენ დახურულ შეხვედრებზე, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ამ შეხვედრას, როცა ქონდა საუბარი სამელჩთან, მათ უბრალოდ გზავნილი გადმოგვცეს. ანუ მათ არ უსაუბრიათ, მსჯელობაში არ შევსულვარ ჩვენ ერთმანეთთან, მე მქონდა ჩემი არგუმენტები, თუმცა მათ მხოლოდ გზავნილი გადმოგვცეს, ანუ გაგვიზიარეს ის თუ რა, ასე ვთქვათ, მოსაზრება არსებობს არსებითად ევროკავშირში. ხო, ზერთად მისცემ. არა, მე ყველაფერი უთხარი, პასუხი არ მიმიღე. იგივე ხდებოდა, ნუ სხვათა შორის რაც ხო გერმანიას, ამაზეც მინდა გითხრათ. გერმანიის ელჩმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სამივე შეხვედრაზე ჩვენ დელეგაციას უთხრეს, რომ ეს კანონი იყო ცუდი და არ უნდა მიგვიღო. რაც შეიძლება შეიყვანეს სისტემაში, მე გეტყვით, რა შეიყო საქმე. რაც შეეხება პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, თავმჯდომარესთან შეხვედრას, იქ დასმული იქნა კითხვებს პასუხი გავეცით. პრეზიდენტს ანუ რეაგირებაც არ ქონია, მაგრამ უბრალოდ კითხვა დასო პასუხი მიიღო და ნუ არ გავიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები, მან თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ ასე ვთქვათ შფოთვა ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის ასე ვთქვათ კანონმდებლობასთან პრინციპებთან და ამ შემდეგ ამის მერე მე გაუზიარე ჩემი ასე ვთქვათ არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა სიტყვასიტყვით ასე თქვა, რომ ნუ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებითო. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მილიონი საკითხი აქვს თვითონ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში, სხვა მხოლოდ ქვეყანა გერმანია, რა თქმა უნდა, ვერც პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც კანცლერი მით უმეტეს კანონს ვერ წაიგითხავს, ქართულ კანონს ვერ წაიგითხავს, ხო? მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა. ახლა რაც შეეხება კანცლერს. კი. არა, გეტყვით. არა, რაც შეეხება კანცლერს. მან განაცხადა, ამას ვადასტურებ, ანუ რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა გადაემოწმებინა მათ შორის ჩემთან, იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ლელოსთან ერთად ადის ხოლმე, ასე ვთქვათ, საარჩევნო აგიტაციის პარკლებში და შეიძლება იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება თვითონ კანცლერს. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ ევროკავშირის მისი აზრით ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში, ამას ვადასტურებ, რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მეუთხარი, რომ თვითონ ევროკომისია მოიწონა და შემდეგ რაც არის ჩვენი არგუმენტები ცნობილი, მან ამაზე მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოწონს. არ მოწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანა მიიღო. და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყანა და არავის არ გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, ეს არგუმენტი არ არის, ხო? რაც შეეხება შინაარსს, მე მას განუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთ-ერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ნუ ამასთან დაკავშირებით, როგორც არის ხოლმე, ქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, გაცვლა მოსაზრეების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარუდგენია არგუმენტები, იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. და ნუ არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის ვერ გამომთხოვნებ ამისთვის და ბუნებრივია ეს ტექსტი იქნა წაკითხული ამ ბრიფინგზე. ასეთი შეხვედრები, ამიტომ ამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც სამხრივად ხდება განცხადებების გავრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალიკო ელისაშვილი გვერდიდან მიებარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. ხო, გვერდიდან მიპარება არ არის სწორი. თუ იმეს არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია, წინ უნდა დაგიდგეს და უნდა შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ჩვენ ყველას თავასობთ, რომ ერთად დავსხდეთ
ელჩები არიან აქ წარმოდგენილი, თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ. ჩვენ სად ვართ რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, რომ ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. რატომ არის სხვათა შორის აქ გავრცელდა კონკრეტული რადიკალი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ასეთი რამ არსად არ ხდება. ასეთი რამ არც სხვაგან ხდება, უბრალოდ ისიც არ ხდება სხვაგან, რომ პირდაპირ გამოდიან და ელჩები მონაწილეობენ პოლიტიკურ დებატებში. სხვათა შორის საინტერესო რამ მოხდა, ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა, ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთ ქვეყნის ელჩი არ დავასახელებ და მან გააკრიტიკა მწვავედ ჩვენი კანონი, თქვა რომ ცუდია საშინელება არ შეიძლება მიღება და შემდეგ. მე ჩაიკითხა ჟურნალისტი მას და უთხრა რომ პრემიერისგან არის ეს შეთავაზება, რომ გაიმართოს ღია დისკუსია და მან უპასუხა ჩვენ ელჩები პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვერთვებით და კანონის განსჯაში არ შევდივართ. ანუ კანონი განსაჯა. როცა მე კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არ ჩაერთვებოდა ღია დისკუსიაში კანონის განსჯაში. ჩვენ განსჯაში თუ განსჯაში არ ერთვები, რატო განსჯაში? ანუ ეს ცალკარში განსჯა, სწორი, არ არის, რა თქმა უნდა, სწორი. ამიტომ კიდევ ერთხელ, ჩვენი წინადადება რჩება ძალაში. ჩვენ ვერ მივიღებთ ვერც ერთ განცხადებას, ჩვენთვის ვერ ექნება ფასი ვერც ერთ განცხადებას, ვიდრე არ გაიმართება საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ ამ თემებთან დაკავშირებით. ჯერ გავმართოთ საზოგადოების თვალწინ დისკუსია, თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიცევთ კანონს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არგუმენტები არ არსებობს, მე სამწუხაროდ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. გერმანიის ლაპარაკობთ პროდუქტები, ველოსარჩინას არჩევნ კამპანიაში მონაწილეობს და გერმანიის სკოლის კონტექსტში თარჯიმას რადგან თარჯიმაზე. არა, თვითონ გერმანიის ელჩი გაყვა ბოლნისში ლელოს ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. მოგესალმებით. ეხლა მე არ მინდა რომ რაღაცა ესეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ რა თქმა უნდა არასწორია, პირველ რიგში როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და თან დაყვები მე ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში, ეს უბრალოდ არასწორია. მოგესალმებით. და შესაბამისად მე არ მიგვიერს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ყავდათ მათ დაქირავებული ასეთ პირობებში თარჯმნად. დიახ. ტელეკომპანია პოსტები, ნუცა კოროშინაძე, ბატონო ირაკლი, ორი კითხვა მაქვს თქვენთან. პირველი, გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას თქვენ მართული ძალები ახსენეთ. თუ შეგიძლიათ მეტი დეტალი რომ მოგვაწოდოთ, ვის გულისხმობთ, რაც შეეხება მეორე კითხვას, ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროპარლამენტარებისაგან, მათ შორის განცხადებები გაკეთდა რევოლუციისაკენ მოწოდებებიც იყო, მათ შორის როგორი არის თქვენი შეფასება? კი, ძირითადად პარლამენტარები, ევროპარლამენტარები აკეთებენ ხოლმე მსგავსი ტიპის მოწოდებებს. ეს აჩვენებს, ასეთი ფაქტები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. სწორედ ასეთი უხეში მცდელობები ჩაერევენ ჩვენ სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ეს შემდეგ, არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ რატომ არის საჭირო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. თუ ვინმეს რევოლუცია მოუნდება ამ ქვეყანაში, თქვენ გახსოვთ 2012 წელს პრაქტიკულად რევოლუციური არჩევნები ჩატარდა და შეიცვალა ქართული ხალხის მიერ ეს ხელისუფლება. მაგრამ რა თქმა უნდა, ვერავის გარე ჩარევით, ვერავინ რევოლუციას აქ ვერ დაუშვებს და ვერც მოაწყობს. თუმცა ამისათვის ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ემსახურება ეს კანონი, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება. და კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ეს შესაბამისი ძალებისთვისაც დამსხვევია. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ცდონება, რომ საქართველოში სადოს ვითარების არევა, მაგრამ გამჭვირვალე თუ იქნება უცხოური გავლენა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ცდონება შემცირდება. ამიტომ ძალიან ბევრი თვალსაზრისით დადებით როლს შეასრულებს ბუნებრივია ეს კანონი. რაც შეეხება მართულ სუბიექტებს, აქ აღარ მინდა ხა დეტალებში შევიდე, საზოგადოებამ უკვე ნათელი წარმოდგენა შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ აქ უკვე სხვა ტერმინს გამოვიყენებ. მე კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ რაც შეეხება უცხოური ინტერესების გამტარებულ ორგანიზაციას, ამას შეიძლება ქონდეს პოზიტიური დატვირთვა, თუ პოზიტიურია გავლენა, შეიძლება ქონდეს ნეგატიური დატვირთვა, თუ გავლენის ცდელობა არის ნეგატიური, მაგრამ საქართველოში არიან სხვა ტერმინს გამოვიყენებ, უცხოური გავლენის აგენტები. რაც არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა და სამწუხაროდ ეს სუბიექტები პირდაპირ არიან დაპირისპირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მადლობა.